ხმაურისა და პროტესტის გარეშე არჩეულია ქართული ოცნების კონფერენცია, სადაც ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე უნდა აერჩიათ. კოალიციის მხარდაჭერთა ერთი ნაწილი კინოთეატრ ატრიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრება, სადაც კონფერენცია მიმდინარეობდა. მათი განცხადებით, მიუხედავად აქტიური მხარდაჭერისა, დღევანდელ კონფერენციაზე ვერ მოხვდნენ. პროტესტი ახლად არჩეული ორგანიზაციის თავმჯდომარის ლაშა გოგიას მიმართ დარბაზშიც გამოითქვა. მას ნაციონალური წარსული შეახსენეს და ორგანიზაციის თავმჯდომარედ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ედიშერ თოლორაიას კანდიდატურის არჩევა მოითხოვეს. ამის მიუხედავად დღევანდელ კონფერენციაზე ლაშა გოგიას კანდიდატურას შეკრებილთა უმრავლესობამ ხარი დაუჭირა. ეს გაუგებრობა, ეს ლაფსუსი როდის დამთავრდება? ქართული ოცნება რო აქ წაგებული აღმოჩნდა სამეგრელოში მიზან მიმართულად ხდებოდა ეს. ბატონმა ბიძინამ არ იცის ბევრი სიმართლე. ისეთ ხალხს მოუნდა დღეს მოსვლა და დაპირისპირება, რომელი ხალხი მე საერთოდ არ მინახია და იყვნენ ნამდვილად ზონდე ბრიგადის წევრები. ვიყავი მაგათ სიაში კანდიდატი საკრებულოს წევრის სიაში და მოხვდი. მე ვიყავი ჩემი საქმის პროფესიონალი და ვემსახურებოდი საქმეს. კონკრეტულად ვიყავი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და ვასრულებდი ჩემ ფუნქციურ დავალებას. როგორც პარტიის წევრი არ ყოფილა.